სალამი მეგობრებო. ცოტა სევდიანი ამბის გაზიარება მინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ფანატიზმს, რელიგიას, სულიერებას, პრაქტიკებს. შეიძლება ზოგ თქვენგანს პრაქტიკულად თქვენ თავზე გაქვს გამოცდილი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება ზოგი ჩემნაირად ხართ, ან უფრო პატარა, ვისაც ეს ფიზიკურად არ შეგხებიათ, მაგრამ შედეგებს ყველა ერთად ვიმკით რა, ანუ ყველა ის ფანატიზმის შედეგი, რაც დღეს ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში არის, ამას ყველა ერთნაირად გვინდა არ გვინდა ვეხებით და გვაქვს რა ეს ჩვენს ყოველდღიურ შემხებლობაში. აი ესეთი კითხვა რო დავსვათ რა, რომ საიდან მოდის ფანატიზმი და როგორ ხდება საერთოდ, რომ რელიგიური ადამიანები არიან აგრესიულები, აქვთ დამოკიდებულებები, აქვთ მიუღებლობა, ოჯახში პრობლემები, ემოციური პრობლემები. როგორ ხდება ის, რომ თავიანთი რელიგიური პრაქტიკები ვერ ეხმარება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში? გამოღვიძებაში, გამოფხიზლებაში, განთავისუფლებაში, როგორ ხდება ისე, რომ ამაში ვერ ეხმარება. იმის მიხედვით, რომ ყოველდღე აქტიურები არიან თავიანთი პრაქტიკების მიმართ და თავიანთი რელიგიური მსახურებების მიმართ, მაინც ეს განთავისუფლება არ დამდგარა რა, მათ შინაგან ცნობიერებაში, სულიერ მდგომარეობაში და ეს როგორ ხდება? როგორ არის ეს აგრესია ჯერ კიდევ და მიუღებლობა და განცალკევება რანაირად ხდება? და მე მაქვს ესეთი აზრი რა და მგონია რომ ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი მაშინ როდესაც ხო რეალურად იყო მოცემულობა საქართველოში რომ ყველანაირი სულიერი პრაქტიკა და რელიგიური წოდომა აკრძალული იყო და როდესაც მოხდა ამის გახსნა ადამიანები დიდი აღთქმებით მიეტაცნენ რა ამ ეკლესიურ გამოცდილებას, რელიგიურ გამოცდილებას, რაც თავისთავად ერთი შეხედვით ძალიან კარგია ხო ადამიანის ცნობიერებისთვის. თუმცა ეს რაღაცნაირად მოდად ჩამოყალიბდა რა, მოდა იყო ჩვეულებრივი ის რომ ადამიანს უნდოდა თუ არ უნდოდა, შინაგანი გრძნობა ქონდა თუ არ ქონდა, ყველა ეკლესიაში იდგა რა. აი აბსოლუტურად რა, ჩემი მშობლების თაობა აბსოლუტურად ყველა ეკლესიაში იყო ერთი პერიოდი, იმიტომ რომ ეს მოდა იყო. და ძალიან ცოტა ადამიანი, ვისაც მართლა ქონდა შინაგანი სულიერი შიმშილი და მართლა უნდოდა თავის მაღალ ძალასთან უშუალო და პირდაპირი ურთიერთობა, ისინი კი ძალიან დიდ სარგებელს ნახულობენ და სხვა ადამიანებსაც ეხმარებიან, მაგრამ უმეტესი ნაწილი, ვინც მოდისთვის იყო და ვინც გაუცნობიერებლად იდგა იქ, ჩამოყალიბდა ადამიანად, რომელსაც დღეს ისევ აქვს აგრესია, განცალკევება, ამდენი ხანი ეკლესიაში სიარულის მიუხედავად, ეს ადამიანი ჩამოყალიბდა ადამიანად, რომელიც მაღაზიაში ჩასვლასაც კი მამაოს ეკითხება. ეს ადამიანი არის ის, ვინც სხვა ადამიანის მიმართ აგრესიულია და თუ საკუთარი აზრი რაც გააჩნია და მეორე ადამიანის აზრი ერთმანეთს არ ემთხოვა მის მიმართ არის აგრესიული. რელიგიური ადამიანის ცხოვრება არაფრით შეცვლილა რა. ცრუ წარმოდგენებზეა დაყრდნობილი და ცრუ წარმოდგენა არის აბსოლუტურად ყველაფერი. ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი სიტყვა და ნებისმიერი ჩემი პრაქტიკა, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებ, მაგრამ ჩემში შინაგანად არ გამიტარებია, ჩემი ურთიერთობა არ დამიწყია მაღალ ძალასთან, ჩემში ღმერთი არ დაბადებულა და მაღალ ცნობიერებაში არ მაქვს მასთან ურთიერთობა, ეს ყველაფერი არის სრულწმენა, რაც ფანატიზმს იწვევს, რა გაუცნობიერებელი დოგმა, რაღაცა წესები, რომელსაც მიუყვები, ეს ჩემში ცვლილებას არ იწვევს, მაგრამ თავს ვაჯერებ, რომ ვითომ იწვევს, ეს ყველაფერი აგრესიას ბადებს და მიუღებლობას ნებისმიერი სხვა მიმდინარეობის, ადამიანის, აზრის, წარმომავლობის, ორიენტაციის და ასე შემდეგ. ანუ რელიგია როცა უნდა იყოს ადამიანის გამთლიანება ღმერთთან და შესაბამისად ყველა ადამიანის ერთმანეთში გაერთიანება როგორც ღმერთის შვილობა, ეს ვერ დგება რა. პირიქით უზარმაზარი განცალკევების, უზარმაზარი არეულობის, დაბნეულობის და კამათის საგანი ხდება საბოლოო ჯამში რა, განცალკევებას ემსახურება. და დღეს რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ხო? აი ვინც ჩემი ასაკი ის ცოტა დიდი, ცოტა პატარა არის, ხო? ჩვენ დღეს ჩვენც იგივე წერეზე მივდივართ. აბსოლუტურად მათი ჩვენი მშობლების ცხოვრება არ განსხვავდება ჩვენი ცხოვრებისგან. აბსოლუტურად იგივე წერეზე ვართ. ჩვენ სულიერ პრაქტიკებს შეხედეთ დღეს, აღმოსავლურ პრაქტიკებს შეხედეთ, რა პრაქტიკებით შემოვიდა, ფსიქოლოგია, არქეტიპები, ჭრილები თუ მედიტაციები, აბსოლუტურად იგივეა. მოდაა დღეს რა. ფიტნეს კლუბებია ჩამოყალიბებული და ამ ფიტნეს კლუბებში როგორც მოდა ეგრე დავდივართ. და ადამიანები გამოვდივართ და ვიძახით, რომ იცი რა მე ყოველ დილით მედიტირებ, მე ყოველ საღამოს მედიტირებ. აი ეს არსება მიყვარს, ეს არსება ჩემია. მაგრამ ადამიანი საკმარისია ერთი წამით მიტინგზე არ გამოცხადეს და მაშინვე შენ ვიღაც მხარეს მიაწერ და აგრესია გაგიჩნდება. საშენოს არაფერს იტყვის და განცალკევდები. ზოგს უკან ჭორაობ, დასცინი, ისევ გაქვს ფოთები, ისევ გაქვს არეულობა, ისევ აკრიტიკებ, ისევ განსჯი, შენს გამოცდილებას ხვის გამოცდილებას ადარებ. არც შენში არ დამდგარა ღმერთში გაერთიანება, ხო? და იტყვი რომ იცი რა, მე მედიტაციური გამოცდილებები მაქვს და თვალს რო ხუჭავ, წარმოვიდგენ რომ სადღაც გავდივარ და ასე შემდეგ. და ეს რაში გეხმარება? რას გაძლევს? ეგ გარდა იმისა, რომ შენში რაღაც ეგოს იკმაყოფილებ და ასუქებ ამ ეგოს, რომ იცახი რომ მედიტაციური გამოცდილებები გაქვს. ეს ფაქტად რაში გეხმარება? ჩვენი სულიერება მოდაა რა.
როგორც ჩვენი მშობლების დროს რელიგია და ეკლესია იყო მოდა და ამან გამოიწვია ფანატიკურობა და ფანატიზმი, რომელსაც ჩვენ თითქოს ამით განსხვავებულები ვიყოთ რა, ამ განსხვავებულობას გამოვხატავთ იმით, რომ ეს რელიგიური ადამიანები ფანატიკოსები არიან, მაგრამ ჩვენც ფანატიკოსები ვართ, ამ სულიერების და პრაქტიკების ფანატიკოსები ვართ. და ამის მარტივი ინდიკატორი იქნება ის, რომ დასვა შენ თავში კითხვა. საკმარისია მეზობელმა, მეგობარმა, მშობელმა რაღაცა ისე არ გითხრას, როგორც ჩვენ გინდა და მაშინვე გაღიზიანება გემართება, მაშინვე ბრაზდები, მაშინვე აგრესია გაქვს. უხეშად საუბრობ, თანაგრძნობა არ გაგაჩნია. შენში ბუნებრივი თანაგრძნობა არ დაბადებულა. მეტაციაში რომ ხელი შეგიშალო, გიждდები. ხმაური აქ ვერ ვიმედიტირებ. დაბნეულობაში ვართ რა, გაურკვევლობაში ვართ. და ეს ბრალეულობა არ არის, ჩვენ დამნაშავეებს არ ვეძებთ, ხომ თავარია რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ დავინახოთ, რომ არაფრით განსხვავდება ჩვენი წრეები, წრებრუნვების, ცხოვრების, რასაც ჩვენი მშობლები გადიოდნენ, მათი მშობლები გადიან და ეხლა ჩვენც გავდივართ. მაგრამ რაღაცით ხო უნდა განსხვავდებოდეს, რა რაღაცით ხო უნდა გავიზარდოთ და არაფრით არ ვიზრდებით, არაფერ ჩვენი ცნობიერება არაფერში არ გადადის. ჩვენც ვართ სულიერი პრაქტიკის ფანატიკოსები. ჩვენც ვართ მომხმარებლები ამ პრაქტიკების, რომელიც რეალურ შედეგს არ გვაძლევს. ეს რეალური შედეგი იმიტომ კი არ ხდება, რომ პრაქტიკა არ მუშაობს. ჩვენ მშობლებში ეს ფანატიკურობა იმიტომ კი არ დადგა, რომ რელიგია არ მუშაობს. ჩვენი თაობა დღეს თავს იმშვიდებს იმით, რომ იცი რა რელიგია არ მუშაობს, ეკლესია არ მუშაობს. მაგიტომაც ითვლება გოიმობად, იმიტომ რომ არ მუშაობს. არა და რეალურად ეს იმიტომ არ მუშაობს, რომ ადამიანს არ აქვს შინაგანი მომწიფებულობა, დასრულობა არ აქვს. საკითხი არ დაუსვავს საკუთარი თავისთვის, რომ ეკლესიაში რატო დადის. იგივე ჩვენ ცხოვრებაში. ადამიანმა თუ დილით მედიტაცია არ გააკეთა, ის გაღიზიანებულია, გაბრაზებულია, ქუჩაში ვიღაცა მხარს გაკრავს და უნდა რომ თავზე დაალეწოს რაღაცა. მშობელი კარს შეუღებს მედიტაციის დროს და ხო გითხარი ხელს ნუმიშლი, ამ სახში მე ვერ გავჩერდები. აგრესია მაქვს რა ადამიანების მიმართ. და ეს პრაქტიკები მაშინ რას მაძლევს? ამ პრაქტიკას რატო ვაკეთებ? და საბოლოო ჯამში ჩვენთვის იმდენად ახალი არის ეს სულიერი პრაქტიკები, რომ ჯერ ამის შედეგებს ვერ ხედავთ, ჯერ ფანატიკურობაში არ გადავხვდით, ჯერ კიდევ თავს ვიტყუებთ, რომ ჩემი მედიტაციური პრაქტიკები მუშაობს, ჩემი სულიერი პრაქტიკები მუშაობს. თითქოს ვიღაცაზე ჯერ კიდევ უკეთესი მგონია საკუთარი თავი. მაგრამ გავა დრო და მივხვდებით, რომ ჩვენ ზუსტად იგივე ფანატიკური ადამიანები ვართ, როგორც რელიგიური ადამიანები. და არ განსხვავდებით ერთმანეთისგან. ამიტომ შენ პრაქტიკა იმიტომ კი არ უნდა აკეთო, რომ მოდაშია. შენ პრაქტიკა უნდა აკეთო, იმიტომ რომ ეს შენ გაახლოვებს შენს მაღალ ძალასთან, შენს მაღალ სუფთა ცნობიერებასთან გაახლოვებს, ადამიანებთან გაახლოვებს, გულგახსნილობა გაქვს. და ეს გულგახსნილობა და ერთიანობა ჩახუტებაში, სიყვარულში, სიცილში და სულ გაღიმებულ სახეში კი არ გამოიხატება. ეს იმაში კი არ გამოიხატება, რომ იძახო ყველა მიყვარს და ყველა არსება მიყვარს და ყველა ფოთოლი მიყვარს. ამაში კი არ გამოიხატება. იმიტომ რომ შენ როცა ამას იძახი, მხარს გაკრავს ქუჩაში ვიღაცა და ისეც დაუბღვერე, რომ ყველაფერი გავიწყდება ის არსებებით, ფოთლებით და ლამაზიცაც. ამ პრაქტიკას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ცნობიერება მაღალი ძალის ცნობიერებას დაუბრუნდეს. და ეს გულგახსნილობა და ეს სიყვარული და ეს ერთობა გამოიხატოს თანაგრძნობაში, რომ ჩვენ ამ ამბავში ყველანი ერთად ვართ. ჩვენი თაობა და ის თაობა ცალსაკე კი არ არიან, ან ჩვენი მხარე და ის მხარე ცალსაკე კი არ არის, ან ეს მთავრობა და ის მთავრობა, ან ეს ჯგუფი და ის დაჯგუფება, ან საერთოდ სოციალური ქსელი აიღე რა ხდება საერთოდ, ხო? ეს ქსელი კარგია, ის ქსელი ცუდია, ტელევიზია ცუდია, YouTube კარგია, მაგრამ აი მანდაც რომ ცოტა ხანი ეხა უცებ თავში მოვიდა აზრი, თორე არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, ამაზეც ვიტყვი რა. რა განსხვავება ტელევიზიის ადამიანებსა და YouTube-ის ადამიანებს შორის, ხო? რა განსხვავება? დღეს უბრალოდ YouTube-ის მომხმარებელი ვინც არის, დაცინის, მასხრად იგდებს, ზევიდან უყურებს ტელევიზიის ადამიანებს. მაშინ, როდესაც ტელევიზიის ადამიანები თავის დროს იგივეს აკეთებდნენ, ცოტა მოძველებულ მეთოდების მიმართ, თუნდაც რადიოს მიმართ, ჟურნალების მიმართ. ისინი თავის დროზე კიდე რაღაც აკეთებდნენ. და ამას ეს იმიტომ მოვიყვანე ახლა ამ საუბარში, რომ უბრალოდ დავინახოთ, რომ რამდენად გავს ჩვენი ცხოვრების ბრუნვები ყველა თაობის ბრუნვას. არაფრით არ განსხვავდებით, შეიძლება ფორმა იცვლება რა. რადიო ჩაანაცვლა, ტელევიზია ჩაანაცვლა, YouTube-მა და YouTube-საც კიდე რაღაცა ჩაანაცვლებს. მაგრამ შენში ადამიანობა იცვლება, შენში თანაგრძნობა, სიყვარული, ერთიანობა, გულგახსნილობა იცვლება? თუ მაინც არის განკითხვა, შედარება, შეფასება, განსჯა მე უკეთესი ვარ, ის არ არის უკეთესი ჩემზე. მიუღებელია, განცალკევებული ვარ. ჩვენ გვინდა რომ უკეთესები ვიყოთ. ჩვენ გვინდა რომ ვიღაცაზე და მათ შორის საკუთარ თავზე უკეთესები ვიყოთ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მოცემულობა რაც არის, იმაზე უკეთესი იყოს და სანამ ეს გვინდა რომ უკეთესი იყოს, ან უკეთესები ვიყოთ. მაქამდე არაფერი არ შეიცვლება.
მე მჭირდება რომ საკუთარი თავის და მოცემულობაც მივიღო ზუსტად ისეთი როგორიც არის და ამაში მჭირდება რომ პრაქტიკა დამეხმაროს. დააკვირდი ფანატიკურად ხომ არ უყურებ შენს პრაქტიკებს. დააკვირდი თანაგრძნობა გაქვს თუ არა საკუთარი თავის მიმართ და ამ პროცესების მიმართ. დააკვირდი რომ გამუდმებით ფორმები, როგორც ფიზიკური ფორმები, ისე შინაგანი ფორმები, ფიქრები და ემოციები გამუდმებით იცვლება, მაგრამ შენში რა არის ისეთი, რაც არ იცვლება. აი უბრალოდ დააკვირდი რომ რელიგიები, პრაქტიკები, მეთოდები, ადამიანები, პლატფორმები ყველაფერი იცვლება. აი ეს ფორმები, ზედაპირულობა იცვლება. მაგრამ ამ ყველაფერს მე საიდან ვაკვირდები, საიდან ვურთიერთობ ამ ყველაფერთან, ჩემში შინაგანი შეიცვალა თუ არ შეიცვალა, თუ იგივეა რა. იგივენაირად დამოკიდებული ვარ, იგივენაირად მრისხანე ვარ, იგივენაირად გაუაზრებელი ვარ, გაუცნობიერებელი ვარ, იგივენაირად იმპულსური ვარ საკუთარი ემოციების და ფიქრების მიმართ, ადამიანების მიმართ მიუღებელი ვარ, ისევ ჩემს პატარა კაფსულაში ვარ მოქცეული, რომ საზღვრები არავინ არ დამირღვიოს. ნებისმიერი პრაქტიკა კეთდება იმისთვის, რომ ერთიანობას და ერთიან ადამიანობას დაუბრუნდეთ. და თუ ჩვენი ადამიანობა, პასუხისგებლობა, ემოციების მიმართ, აზრების მიმართ, წარმოდგენების მიმართ, ჩვენი პასუხისგებლობა თუ არ იცვლება და მთელი ეს პასუხისგებლობა გადადის პრაქტიკებზე, ეს იწვევს ფანატიზმს. ისევე როგორც რელიგიამ გამოიწვია ფანატიზმი ადამიანებში. ჩვენი სულიერი პრაქტიკებიც იწვევს ფანატიზმს და ჩვენში ცვლილება არ დგება. ჩვენში მომწიფებულობა არ დგება. ნებისმიერი პრაქტიკა ჩვენ გვეხმარება იმისთვის, რომ საკუთარ თავთან დარჩენა ვისწავლოთ. ბოლო შეჯამებას ვიტყვი, რომ ყველა პრაქტიკა აბსოლუტურად, რელიგიები, მსახურებები, პრაქტიკები, ჩვენი ყველა სულიერი პროცესი გვეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავთან დარჩენა ვისწავლოთ. საკუთარ სუფთა ცნობიერებასთან დარჩენა ვისწავლოთ. ეს არის გზა, რაც რეალურად ჩემს მაღალ ძალასთან, ისე როგორც მე მესმის, მასთან პირდაპირ უშუალო გამოცდილებაში მომყოფებს. მის ცნობიერებას უერთდები. მაგრამ სანამ მე ჩემი პრაქტიკით, ჩემი რელიგიით, ჩემი მამაოთი და ჩემი რაღაცნაირი წესებით ვცდილობ, რომ საკუთარ პასუხისგებლობებს გავექცე, საკუთარ თავთან დარჩენას გავექცე და იყოს ეს მიზეზი, რომ მე ამ პრაქტიკას ვაკეთებ და მეგონოს, რომ ამ პრაქტიკით მე საკუთარ თავთან დარჩენას ვსწავლობ, არ მუშაობს. საკუთარ თავთან დარჩენას სწავლობ მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენით. და ამის მომწიფებაში გეხმარება პრაქტიკა. მაგრამ პრაქტიკა ვერ შეგიცვლის ამ საკუთარ თავთან დარჩენას, ვერ აცდები ამას, მაინც მოგიწევს. ამიტომ პრაქტიკა დაინახე როგორც დახმარება საკუთარ თავთან დარჩენისთვის. და საკუთარ თავთან დარჩენა არის ერთადერთი გზა, რაც მაღალ ცნობიერებაში აგიყვანს. დაგაბრუნებს, გაგაერთიანებს. და ეს იწვევს ნამდვილ ცვლილებას, ეს იწვევს პასუხისგებლობის აღებას, რომ მე როგორც ერთი ადამიანმა ავიღო პასუხისგებლობა და გამოვიდე ამ აგრესიისგან, განშისგან, კამათისგან, შეფასებებისგან, მე უკეთესი ვარ მდგომარეობისგან, ან საერთოდ სურვილებისგან, რომ მინდა რომ რაღაცა სხვანაირად იყოს. მოცემულობა შემიძლია მივიღო ისეთი როგორიც არის? ვერ მივიღებთ ვერასდროს თუ საკუთარ თავთან დარჩენა არ ვისწავლეთ. ამიტომ ის ადამიანები, ვინც ერთ დროს რელიგიას იყენებდნენ, იმიტომ რომ იყო მოდაში, დაინახე საკუთარი თავი ეგეთი, რომ ჩვენც პრაქტიკებს ვიყენებთ, იმიტომ რომ არის მოდაში. მედიტაციებს ვიყენებთ, იმიტომ რომ არის მოდაში. იოგას ვიყენებთ, იმიტომ რომ არის მოდაში. შენ რისთვის გულახდილად, გულწრფელად რისთვის იყენებ ამ პრაქტიკას? და პრაქტიკას ნუ იყენებ, უბრალოდ გააკეთე. მადლობა.